მოხდა ის, რომ ამერიკელებმა უარი თქვეს არა იმიტომ რომ ძულთ ევროპა, არამედ არ ჭირდებათ ევროპა, ის არავინ არ არის. ევროპა პოლიტიკაში, ევროკავშირი პოლიტიკაში მაგიდის გარეთ დარჩა, მომსახურეს ფუნქციაც კი არ დააკისრეს. არავინ არ არის. ჩვენი უბადრუკი ხელისუფლება სად მიდის? ევროპაში მიდის, ხო სწორია? მსოფლიო ეპიცენტრში მყოფი ქვეყანა, სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია კოლოსალური ფუნქციური დატვირთვა აიღოს ამ სისტემაში, ამ აბსოლუტურად უტვინო თავრობის ფონზე ის პრემიერი აბსოლუტური განსახილება პოლიტიკური ციშტერის. ხაც უსვამ. ევროპაში მიდის ევროპულ სტანდარტებს ამკვიდრებენ საქართველოს მიხედვით სად არიან გაჩხერილები აბსოლუტურად ვერ გძნობენ რა დრო ეს რეალურად ასე არის თუ აი მაგალითად ეხლა ლიბერალურ ფლანგზე თუ ოპოზიციურ ფლანგზე მყოფი ადამიანები ალბათ არ დაგეთანხმებიან იტყვიან რომ ეს ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებისთვის ეს ფასადია უბრალოდ თორე რეალურად ჩვენ ევროპისკენ კი არ მივიდივართ რუსეთისკენ და ირანისკენ და კიდე ძალიან ბევრი ვარიანტი აქვს სადაც მივიდივართ იმიტომ არიან იმ დღეში რა დღეშიც არიან როცა პოლიტიკურად უტვინო ხდება ოპოზიცია და ხდება ფულის ხამი მე ერთ-ერთი საუბარი მქონდა როსთაველზე გამაჩერეს მიცნეს ხო და მეოთხედ მე არა ვარ ნეგატიური სახელმწიფო ოფიციალური ხელისუფლების კრიტიკის მიმართ მე თვითონ მეც ვინმე აკრიტიკებს მე საქმიანად ვაკრიტიკებ ხო ეხლა თუ ძალიან გინდათ მეოთხარი მე ნეგატიური ვარ თქვენი პოლიტიკური ლიდერების წინაშე და თუ გნებავთ კერძო საუბარში ჩამოგითვლით იმ ყრალ ვითომ ლიდერებს რამდენი ფული აქვს დაღებული თლათ უფროსისგან